იცოდით, რომ საწოლზე არსებული ნივთების განლაგება შეიძლება მიიზიდოს ენერგიები, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს თქვენს ცხოვრებაზე. ბუდისტური სწავლებები ცხადყოფს, რომ გარკვეულ ნივთებს აქვთ ძალა, დაბლოკონ კეთილდღეობა, მოიტანონ ავადმყოფობა და მიიზიდონ უიღბლობა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ ამ მცირე არჩევანს შეიძლება უფრო დიდი შედეგები მოჰყვეს, ვიდრე წარმოგვიდგენია. ამ ვიდეოში თქვენ შეითხოვთ 10 ნივთის შესახებ, რომლებიც არასდროს არ უნდა იყოს თქვენს საწოლზე. ბუდისტური სწავლების თანახმად ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ შეუძლიათ ამ ნივთებს გავლენა მოახდინონ თქვენს კეთილდღეობაზე, შემოიტანონ უარყოფითი ვიბრაციები გარემოში და იმოქმედონ თქვენს ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობაზე. ამ დეტალების მნიშვნელობის გააზრება შეიძლება იყოს გასაღები თქვენს ცხოვრებაში სტაგნაციისა და სირთულეების შესაცვლელად. იცოდით, რომ საწოლზე არსებული ნივთების განლაგება შეიძლება მიიზიდოს ენერგიები, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს თქვენს ცხოვრებაზე. ბუდისტური სწავლებები ცხადყოფს, რომ გარკვეულ ნივთებს აქვთ ძალა, დაბლოკონ კეთილდღეობა, მოიტანონ ავადმყოფობა და მიიზიდონ უიღბლობა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ ამ მცირე არჩევანს შეიძლება უფრო დიდი შედეგები მოჰყვეს, ვიდრე წარმოგვიდგენია. ამ ვიდეოში თქვენ შეითხოვთ 10 ნივთის შესახებ, რომლებიც არასდროს არ უნდა იყოს თქვენს საწოლზე. ბუდისტური სწავლების თანახმად ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ შეუძლიათ ამ ნივთებს გავლენა მოახდინონ თქვენს კეთილდღეობაზე, შემოიტანონ უარყოფითი ვიბრაციები გარემოში და იმოქმედონ თქვენს ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობაზე. ამ დეტალების მნიშვნელობის გააზრება შეიძლება იყოს გასაღები თქვენს ცხოვრებაში სტაგნაციისა და სირთულეების შესაცვლელად. იცოდით, რომ საწოლზე არსებული ნივთების განლაგება შეიძლება მიიზიდოს ენერგიები, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს თქვენს ცხოვრებაზე. ბუდისტური სწავლებები ცხადყოფს, რომ გარკვეულ ნივთებს აქვთ ძალა, დაბლოკონ კეთილდღეობა, მოიტანონ ავადმყოფობა და მიიზიდონ უიღბლობა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ ამ მცირე არჩევანს შეიძლება უფრო დიდი შედეგები მოჰყვეს, ვიდრე წარმოგვიდგენია. ამ ვიდეოში თქვენ შეითხოვთ 10 ნივთის შესახებ, რომლებიც არასდროს არ უნდა იყოს თქვენს საწოლზე. ბუდისტური სწავლების თანახმად ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ შეუძლიათ ამ ნივთებს გავლენა მოახდინონ თქვენს კეთილდღეობაზე, შემოიტანონ უარყოფითი ვიბრაციები გარემოში და იმოქმედონ თქვენს ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობაზე. ამ დეტალების მნიშვნელობის გააზრება შეიძლება იყოს გასაღები თქვენს ცხოვრებაში სტაგნაციისა და სირთულეების შესაცვლელად. ბუდისტური სწავლებები ნათლად ასახავს კეთილდღეობის მოზიდვას და ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან აცილებას. აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ ჩვენი გარემოს დეტალებს, მათ შორის იმას, თუ რას ვინახავთ ჩვენს საწოლში. მომდევნო რამდენიმე წუთში აღმოაჩენთ, რომელი 10 ნივთი არასდროს არ უნდა იყოს ამ სივრცეში და როგორ შეუძლია ამ დაბრკოლებების მოხსნას თქვენი ენერგიის ტრანსფორმაცია და ახალი შესაძლებლობებისა და განახლებული ბალანსისთვის ადგილის შექმნა. ახლა, როდესაც გესმით საწოლის, როგორც წმინდა და დაბალანსებული სივრცის მნიშვნელობა, დროა აღმოაჩინოთ, რომელი ნივთები უნდა აიცილოთ თავიდან ამ ძალიან პირად გარემოში. თითოეულ ამ ობიექტს შეუძლია მიიზიდოს უარყოფითი ვიბრაციები, რაც ბლოკავს კეთილდღეობის ნაკადს და პირდაპირ გავლენას ახდენს თქვენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ბუდისტური სწავლებები ნათლად ასახავს კეთილდღეობის მოზიდვას და ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან აცილებას. აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ ჩვენი გარემოს დეტალებს, მათ შორის იმას, თუ რას ვინახავთ ჩვენს საწოლში. მომდევნო რამდენიმე წუთში აღმოაჩენთ, რომელი 10 ნივთი არასდროს არ უნდა იყოს ამ სივრცეში და როგორ შეუძლია ამ დაბრკოლებების მოხსნას თქვენი ენერგიის ტრანსფორმაცია და ახალი შესაძლებლობებისა და განახლებული ბალანსისთვის ადგილის შექმნა. ახლა, როდესაც გესმით საწოლის, როგორც წმინდა და დაბალანსებული სივრცის მნიშვნელობა, დროა აღმოაჩინოთ, რომელი ნივთები უნდა აიცილოთ თავიდან ამ ძალიან პირად გარემოში. თითოეულ ამ ობიექტს შეუძლია მიიზიდოს უარყოფითი ვიბრაციები, რაც ბლოკავს კეთილდღეობის ნაკადს და პირდაპირ გავლენას ახდენს თქვენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ბუდისტური სწავლებები ნათლად ასახავს კეთილდღეობის მოზიდვას და ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან აცილებას. აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ ჩვენი გარემოს დეტალებს, მათ შორის იმას, თუ რას ვინახავთ ჩვენს საწოლში. მომდევნო რამდენიმე წუთში აღმოაჩენთ, რომელი 10 ნივთი არასდროს არ უნდა იყოს ამ სივრცეში და როგორ შეუძლია ამ დაბრკოლებების მოხსნას თქვენი ენერგიის ტრანსფორმაცია და ახალი შესაძლებლობებისა და განახლებული ბალანსისთვის ადგილის შექმნა. ახლა, როდესაც გესმით საწოლის, როგორც წმინდა და დაბალანსებული სივრცის მნიშვნელობა, დროა აღმოაჩინოთ, რომელი ნივთები უნდა აიცილოთ თავიდან ამ ძალიან პირად გარემოში. თითოეულ ამ ობიექტს შეუძლია მიიზიდოს უარყოფითი ვიბრაციები, რაც ბლოკავს კეთილდღეობის ნაკადს და პირდაპირ გავლენას ახდენს თქვენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.
სარკე არასდროს უნდა იყოს თქვენს საძოლზე. შეიძლება იფიქროთ, რომ საძოლის გვერდით სარკე უნებელია, მაგრამ სინამდვილეში ის შეიძლება იყოს ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე თქვენი კეთილდღეობის დაბლოკვაში. რა მოხდება, თუ გეტყვით, რომ შესაძლოა ძილის დროს ის თქვენს სასიცოცხლო ენერგიას წურავდეს? ბუდისტური ფილოსოფიის თანახმად, სარკეები ძლიერი ობიექტებია, რომლებსაც შეუძლიათ ენერგიის ასახვა და გაძლიერება. და ეს სულაც არ არის კარგი, როდესაც საქმე დასვენების ადგილს ეხება. მათ შეუძლიათ ძილის დროს მოუსვენრობის შეგრძნება შექმნან, რადგან მათი ზედაპირი უკონტროლოდ აირეკლავს და მოძრაობს ენერგიას, რაც ხელს გიშლით ღრმა მოდუნების მდგომარეობაში შესვლაში. სარკეებს ძლიერი კავშირი აქვთ სულიერ სამყაროსთან და ბევრი ტრადიცია. მათ შორის ბუდიზმი თვლის, რომ მათ შეუძლიათ უხილავი სამყაროს პორტალების როლის შესრულება. ოდესმე გიგრძვნიათ, რომ ძილის დროს გიყურებენ, ეს შეიძლება თქვენს ოთახში არსებული სარკე იყოს. დისკომფორტის ეს გრძნობა შეიძლება იყოს ენერგეტიკული დისბალანსის პირდაპირი ასახვა, რომელსაც ქმნის სარკის საწოლის გვერდით ან წინ დადება. შესაძლოა, თქვენ იზიდავთ არასასურველგარე ენერგიებს, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენი ძილის ხარისხზე და ემოციურ ბალანსზეც კი. სარკე არასდროს უნდა იყოს თქვენს საძოლზე. შეიძლება იფიქროთ, რომ საძოლის გვერდით სარკე უნებელია, მაგრამ სინამდვილეში ის შეიძლება იყოს ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე თქვენი კეთილდღეობის დაბლოკვაში. რა მოხდება, თუ გეტყვით, რომ შესაძლოა ძილის დროს ის თქვენს სასიცოცხლო ენერგიას წურავდეს? ბუდისტური ფილოსოფიის თანახმად, სარკეები ძლიერი ობიექტებია, რომლებსაც შეუძლიათ ენერგიის ასახვა და გაძლიერება. და ეს სულაც არ არის კარგი, როდესაც საქმე დასვენების ადგილს ეხება. მათ შეუძლიათ ძილის დროს მოუსვენრობის შეგრძნება შექმნან, რადგან მათი ზედაპირი უკონტროლოდ აირეკლავს და მოძრაობს ენერგიას, რაც ხელს გიშლით ღრმა მოდუნების მდგომარეობაში შესვლაში. სარკეებს ძლიერი კავშირი აქვთ სულიერ სამყაროსთან და ბევრი ტრადიცია. მათ შორის ბუდიზმი თვლის, რომ მათ შეუძლიათ უხილავი სამყაროს პორტალების როლის შესრულება. ოდესმე გიგრძვნიათ, რომ ძილის დროს გიყურებენ, ეს შეიძლება თქვენს ოთახში არსებული სარკე იყოს. დისკომფორტის ეს გრძნობა შეიძლება იყოს ენერგეტიკული დისბალანსის პირდაპირი ასახვა, რომელსაც ქმნის სარკის საწოლის გვერდით ან წინ დადება. შესაძლოა, თქვენ იზიდავთ არასასურველგარე ენერგიებს, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენი ძილის ხარისხზე და ემოციურ ბალანსზეც კი. სარკე არასდროს უნდა იყოს თქვენს საძოლზე. შეიძლება იფიქროთ, რომ საძოლის გვერდით სარკე უნებელია, მაგრამ სინამდვილეში ის შეიძლება იყოს ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე თქვენი კეთილდღეობის დაბლოკვაში. რა მოხდება, თუ გეტყვით, რომ შესაძლოა ძილის დროს ის თქვენს სასიცოცხლო ენერგიას წურავდეს? ბუდისტური ფილოსოფიის თანახმად, სარკეები ძლიერი ობიექტებია, რომლებსაც შეუძლიათ ენერგიის ასახვა და გაძლიერება. და ეს სულაც არ არის კარგი, როდესაც საქმე დასვენების ადგილს ეხება. მათ შეუძლიათ ძილის დროს მოუსვენრობის შეგრძნება შექმნან, რადგან მათი ზედაპირი უკონტროლოდ აირეკლავს და მოძრაობს ენერგიას, რაც ხელს გიშლით ღრმა მოდუნების მდგომარეობაში შესვლაში. სარკეებს ძლიერი კავშირი აქვთ სულიერ სამყაროსთან და ბევრი ტრადიცია. მათ შორის ბუდიზმი თვლის, რომ მათ შეუძლიათ უხილავი სამყაროს პორტალების როლის შესრულება. ოდესმე გიგრძვნიათ, რომ ძილის დროს გიყურებენ, ეს შეიძლება თქვენს ოთახში არსებული სარკე იყოს. დისკომფორტის ეს გრძნობა შეიძლება იყოს ენერგეტიკული დისბალანსის პირდაპირი ასახვა, რომელსაც ქმნის სარკის საწოლის გვერდით ან წინ დადება. შესაძლოა, თქვენ იზიდავთ არასასურველგარე ენერგიებს, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენი ძილის ხარისხზე და ემოციურ ბალანსზეც კი. ციგნებისა და ფურცლების იქ დატოვება შეიძლება გამოიწვიოს მოუსვენრობის მუდმივი განცდა, რაც იწვევს ძილის დაკარგვას ან დაღლილობისგან გაღვიძებას დღისთვის ენერგიის გარეშე. გარდა ამისა, ციგნებსა და ქაღალდებს საინტერესო მახასიათებელი აქვთ. ისინი მტვერსა და ჭუჭყს აგროვებენ. ეს შეიძლება ტრივიალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ თქვენი ოთახის ენერგეტიკულ გარემოში ჭუჭხის ნებისმიერი დაგროვება შეიძლება დაბრკოლებებისა და სტაგნაციის სიმბოლო იყოს. დაფიქრდით, რამდენ შესაძლებლობას შეიძლება ხელიდან უშვებდეთ უბრალოდ იმიტომ, რომ ენერგიას არ აძლევთ თავისუფლად მიმოქცევის საშუალებას თქვენს მოსასვენებელ სივრცეში. ბუდისტი ოსტატები გვასწავლიან, რომ საძოლის არასაჭირო ნივთებისგან გათავისუფლებით, თქვენ ქმნით უწყვეტ ენერგიის ნაკადს, რაც ხელს უწყობს კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის მოსვლას. თუ გსურთ მეტი იღბლის მოზიდვა და თქვენს გარემოში ენერგიის გაწმენდა, საუკეთესო ქმედებაა ციგნებისა და ქაღალდების შენახვა საწოლისგან მოშორებით შესაფერის ადგილას. დატოვეთ თქვენი საწოლი თავისუფალი, რათა ენერგიამ შეუფერხებლად და მშვიდად იმოძრაოს.
ნუ დაელოდებით, სანამ ამ ნეგატიური ენერგიების გავლენას თქვენს ცხოვრებაში იგრძნობთ. დაიწყეთ თქვენი გარემოს ტრანსფორმაცია ახლავე და ნახეთ, როგორ შეუძლია ამ მარტივ ცვლილებას დიდი ცვლილება მოახდინოს თქვენს კეთილდღეობასა და მიღწევებში. ნივთი, რომელიც არასდროს უნდა იყოს თქვენს საწოლში, არის მეორადი ტანსაცმელი. შეიძლება ორჯერ არ დაფიქრდეთ, სანამ ნახმარი ტანსაცმელს საწოლზე დატოვებთ, მაგრამ ამ გავრცელებულ ჩვევას შეუძლია თქვენი კეთილდღეობისა და ჯანმრთელობისთვის საბოტაჟი გამოიწვიოს ისეთი გზებით, როგორიც წარმოდგენაც კი არ გაქვთ. რა მოხდება თუ გეტყვით, რომ მეორადი ტანსაცმელი შეიცავს ენერგიას, რომელიც შესაძლოა აბინძურებდეს თქვენს დასასვენებელ გარემოს? ბუდისტური სწავლებების თანახმად, უკვე ნაცმელი ტანსაცმელი აგროვებს იმ ადგილების ენერგიას, სადაც იყავით და იმ სიტუაციების, რომლებიც მათი ტარების დროს განიცადეთ. ამ ნივთების საწოლზე დატოვებით, შესაძლოა თქვენი დღის ყველა დაძაბულობას, წუხილს და მძიმე ენერგიას თქვენს დასასვენებელ სივრცეში შემოიტანთ. ჩვენს მიერ ნაცმელი ტანსაცმელი არა მხოლოდ ოფლსა და ჭუჭყს შთანთქავს ჩვენი სხეულიდან, არამედ იმ ემოციებსაც, რომლებსაც მთელი დღის განმავლობაში განვიცდით. წარმოიდგინეთ სტრესული დღე სამსახურში ან კამათი ვინმესთან. ეს ვიბრაციები შეიძლება თქვენს ტანსაცმელში ჩაიბეჭდოს და საწოლზე დადებით, საბოლოოდ თქვენს დასვენებაზე იმოქმედებს. ბუდიზმში სივრცე, სადაც გძინავს, სუფთა უნდა იყოს და თავისუფალი ნებისმიერი ენერგიისგან, რამაც შეიძლება დისბალანსი გამოიწვიოს. მეორადი ტანსაცმელი, თუნდაც უვნებლად მოგეჩვენოთ, ხელს უშლის პოზიტიური ენერგიის გარემოში ცირკულაციას და ძილის დროს ჩვენი დამუხტვას. გარდა ამისა, საწოლზე ტანსაცმლის არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს არეულობის და ფსიქიკური დაბნეულობის განცდა. ოდესმე შეგიმჩნევიათ, თუ როგორ შეიძლება არაორგანიზებულმა გარემომ პირდაპირ იმოქმედოს თქვენს განწყობასა და განწყობაზე. ფიზიკური არეულობა ხშირად ასახავს შინაგან არეულობას. საწოლზე გამოყენებული ტანსაცმლის დატოვებით, თქვენ ქმნით გარემოს, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს არეულობას და არეულობას, რაც შეიძლება გამოვლინდეს თქვენი ცხოვრების სხვა ასპექტებში, მაგალითად ფინანსურ სირთულეებში ან ჯანმრთელობის პრობლემებში. ბუდისტური ფილოსოფია ხაზს უსვამს ჩვენს გარემოში ჰარმონიის შექმნის მნიშვნელობას, რათა ჩვენს ცხოვრებაში ჰარმონია მოვიზიდოთ. ამიტომ იმოქმედეთ ახლავე. ამოიღეთ ყველა გამოყენებული ტანსაცმელი თქვენი საწოლიდან და შეინახეთ კალათაში ან კარადაში. ამ მარტივ ცვლილებას შეუძლია ღრმა გავლენა მოახდინოს თქვენი ოთახის ენერგიაზე და, შესაბამისად იმაზე, თუ როგორ გრძნობთ თავს და რას იზიდავთ თქვენს ცხოვრებაში. ნუ შეაფასებთ დასასვენებელი სივრცის ნეგატიური ენერგიებისგან გათავისუფლების ძალას. თქვენი საწოლი უნდა იყოს სიმშვიდის თავშესაფარი და თქვენ იმსახურებთ გარემოს, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მხოლოდ საუკეთესოს იზიდავს. საკვები არასდროს არ უნდა იყოს თქვენს საწოლზე. შეიძლება პრაქტიკულად მოგეჩვენოთ, მაგრამ საკვების საწოლში წაღება შეიძლება თქვენი ენერგიისა და კეთილდღეობის ერთ-ერთი უდიდესი დივერსანტი იყოს. რა მოხდება თუ გეტყვით, რომ ამ მარტივ ჩვევას შეუძლია თქვენს ცხოვრებაში ფინანსური და ჯანმრთელობის პრობლემების შეტანა? ბუდისტური სწავლების თანახმად, საწოლზე საკვები არა მხოლოდ აბინძურებს ფიზიკურ გარემოს, არამედ წარმოქმნის მკვრივი და არასასურველი ენერგიის ნამსხვრევების, ნარჩენების დაგროვებას და საკვების სუნსაც კი შეუძლია უარყოფითი ვიბრაციების მიზიდვა, რაც საფრთხეს უქმნის დასასვენებელი სივრცის სისუფთავეს. საკვების ნარჩენების საწოლში შენახვა ჰგავს მაგნიტის შექმნას არეულობისა და დაბინძურებისთვის. ბუდიზმში წესრიგი და სისუფთავე აუცილებელია კარგი ენერგიის თავისუფლად გადაადგილებისთვის ნებისმიერ სივრცეში. როდესაც საწოლში საკვებს შემოვიტანთ, მწერების და ჭუჭხის მოზიდვის ალბათობის გაზრდის გარდა, გარემოს ენერგეტიკულად მძიმედ ვტოვებთ. შეიძლება მაშინვე ვერ შეამჩნიოთ, მაგრამ საკვებით დაბინძურებულ ადგილას ძილი შეიძლება თქვენი ენერგია შემცირდეს და გონება ნაკლებად ნათელი გახდეს, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს თქვენს პროდუქტიულობასა და გადაწყვეტილების მიღების უნარზე. დაფიქრდით იმ დროზე, როდესაც დილით დუნე ან დატვირთული გრძნობით გაიღვიძეთ. შესაძლოა, საწოლში საკვების შეტანის უბრალო აქტი ძილის დროს განახლების ენერგიებს ბლოკავს. საკვები, როდესაც არ არის ადგილზე, დისბალანსსა და არაორგანიზებულობას განასახიერებს. ბუდისტური სწავლებების კონტექსტში ეს აშლილობა შეიძლება გამოვლინდეს თქვენი ცხოვრების სხვა სფეროებში, როგორიცაა ფინანსური პრობლემები ან ჯანმრთელობის ბალანსის შენარჩუნების სირთულე. თქვენი საწოლი უნდა იყოს რეგენერაციის ადგილი და არა ჭამის ადგილი. მაშ, რატომ არ უნდა შეცვალოთ ეს ჩვევა დღესვე? შეინახეთ საწოლი ყოველგვარი საკვებისგან თავისუფალი და დააკვირდით. თუ რა განსხვავებას მოიტანს ეს ცვლილება თქვენს ცხოვრებაში.
სუფთა და ენერგიულად მსუბუქი საწოლი შეიძლება იყოს თქვენი ძილის ხარისხის გაუმჯობესების და თქვენს ყოველდღიურ რუტინაში მეტი კეთილდღეობის მოზიდვის გასაღები. ნუ შეაფასებთ მცირე ქმედებების ძალას, რომლებიც თქვენს ცხოვრებას გარდაქმნის და თქვენს გარემოში მეტი ჰარმონიის შემოტანაში დაგეხმარებათ. ნივთი, რომელიც არასდროს უნდა იყოს თქვენს საწოლზე, არის ჩანთები და ზურგჩანთები. იცოდით, რომ ჩანთების ან ზურგჩანთების საწოლზე დატოვებით შესაძლოა თქვენს დასასვენებელ სივრცეში უარყოფითი ენერგია შემოიტანოთ. ამ ერთი შეხედვით უუნებელ პრაქტიკას შეუძლია თქვენი კეთილდღეობის და ჯანმრთელობისთვისაც კი ზიანი მიაყენოს. ბუდიზმში ყველა ნივთი, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვატარებთ, შთანთქავს იმ ადგილების ენერგიას, სადაც მივდივართ და სიტუაციები, რომლებსაც ვაწყდებით. ჩანთის ან ზურგჩანთის საწოლზე მოთავსებით, თქვენ მთელ ამ ენერგეტიკულ დატვირთვას შემოაქვთ იმ ადგილას, რომელიც სიმშვიდისა და სულიერი განახლებისთვის უნდა იყოს განკუთვნილი. წარმოიდგინეთ, დღის განმავლობაში რამდენ ადგილს ეწვიეთ თქვენი ჩანთა ან ზურგჩანთა ოფისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სტრესულ შეხვედრებზე და სხვა. მთელი ეს ენერგია გროვდება და სახლში დაბრუნებისას მას პირდაპირ თქვენს დასასვენებელ ადგილას ათავსებთ. შედეგად, დამუხტული გარემო იქმნება, რომელიც ხელს უშლის თქვენს ძილს და იზიდავს სტაგნაციისა და დაღლილობის გრძნობას. ბუდისტური სწავლების თანახმად, საწოლი უნდა იყოს განწმენდის ადგილი, სადაც დღის ენერგია შეიძლება განახლდეს და არა სივრცე, რომელიც გარე დაძაბულობას აგროვებს. გარდა ამისა, ჩანთების და ზურგჩანთების საწოლზე მოთავსება ქმნის არეულობისა და უწესრიგობის გარემოს. ბუდისტური შეხედულების თანახმად, ეს ნიშნავს დაბლოკილ ენერგიას. ნივთი, რომელიც არასდროს უნდა იყოს თქვენს საწოლზე, არის ჩანთები და ზურგჩანთები. იცოდით, რომ ჩანთების ან ზურგჩანთების საწოლზე დატოვებით შესაძლოა თქვენს დასასვენებელ სივრცეში უარყოფითი ენერგია შემოიტანოთ. ამ ერთი შეხედვით უუნებელ პრაქტიკას შეუძლია თქვენი კეთილდღეობის და ჯანმრთელობისთვისაც კი ზიანი მიაყენოს. ბუდიზმში ყველა ნივთი, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვატარებთ, შთანთქავს იმ ადგილების ენერგიას, სადაც მივდივართ და სიტუაციები, რომლებსაც ვაწყდებით. ჩანთის ან ზურგჩანთის საწოლზე მოთავსებით, თქვენ მთელ ამ ენერგეტიკულ დატვირთვას შემოაქვთ იმ ადგილას, რომელიც სიმშვიდისა და სულიერი განახლებისთვის უნდა იყოს განკუთვნილი. წარმოიდგინეთ, დღის განმავლობაში რამდენ ადგილს ეწვიეთ თქვენი ჩანთა ან ზურგჩანთა ოფისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სტრესულ შეხვედრებზე და სხვა. მთელი ეს ენერგია გროვდება და სახლში დაბრუნებისას მას პირდაპირ თქვენს დასასვენებელ ადგილას ათავსებთ. შედეგად, დამუხტული გარემო იქმნება, რომელიც ხელს უშლის თქვენს ძილს და იზიდავს სტაგნაციისა და დაღლილობის გრძნობას. ბუდისტური სწავლების თანახმად, საწოლი უნდა იყოს განწმენდის ადგილი, სადაც დღის ენერგია შეიძლება განახლდეს და არა სივრცე, რომელიც გარე დაძაბულობას აგროვებს. გარდა ამისა, ჩანთების და ზურგჩანთების საწოლზე მოთავსება ქმნის არეულობისა და უწესრიგობის გარემოს. ბუდისტური შეხედულების თანახმად, ეს ნიშნავს დაბლოკილ ენერგიას. საწოლზე ტარებას თავი უნდა აარიდოთ, ეს არის მაჯის საათები. შეიძლება პრაქტიკული ჩანდეს საათის საწოლთან ან საწოლზე დატოვება, მაგრამ იცოდით, რომ ამ პრაქტიკამ შეიძლება პირდაპირ გავლენა მოახდინოს თქვენს ენერგეტიკულ ბალანსსა და კეთილდღეობაზე. მაჯის საათები, როგორც ობიექტები, რომლებიც მუდმივად შეხებაშია ჩვენს სხეულთან და მიჰყვებიან ჩვენი დღის რიტმს, არა მხოლოდ დროს, არამედ ჩვენს პირად ენერგიას შთანთქავენ. საწოლზე განთავსებით, შესაძლოა დაძაბულობისა და წუხილის დაგროვება პირდაპირ თქვენს დასასვენებელ სივრცეში შეიტანოთ. ბუდისტური სწავლებების კონტექსტში საწოლი განახლების ადგილია, სადაც ენერგია თავისუფლად უნდა მოძრაობდეს, რათა სხეულსა და გონებას შეეძლოს აღდგენა. მეორეს მხრივ, მაჯის საათები აჩქარების, დროის კონტროლის და ხშირად შფოთვის სიმბოლოა. როდესაც ამ ნივთებს ისეთ ადგილას ვინახავთ, რომელიც დასვენებისთვის უნდა იყოს განკუთვნილი, ჩვენ უნებლიეთ ამ მოუსვენარ ვიბრაციას ძილში გადავიტანთ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უძილობა და ზედაპირული დასვენება. შედეგად, ყოველდღიური ცხოვრებისთვის ნაკლები ენერგია და დაღლილობის მუდმივი შეგრძნება. გარდა ამისა, მაჯის საათები, განსაკუთრებით ციფრული ან ელექტრონული, ასხივებენ მცირე ელექტრომაგნიტურ ტალღებს, რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეუშალონ გარემოს ბუნებრივ ენერგიას. შეიძლება ეს უმნიშვნელო დეტალად მოგეჩვენოთ, მაგრამ მათთვის, ვინც აღმდგენი ძილისა და დაბალანსებული გარემოს ეძებს, ყველა ელემენტს მნიშვნელობა აქვს.
ბუდიზმში ფუნდამენტურია ისეთი სიმშვიდის სივრცის შექმნა, სადაც არაფერია, რაც გონებას შეაწუხებს და ეს პატარა ობიექტი საწოლზე დარჩენისას შეიძლება იყოს შემაფერხებელი ფაქტორი, რომელიც შეუმჩნეველი რჩება, მაგრამ მნიშვნელოვნად მოქმედებს თქვენს ცხოვრებაზე, განსაკუთრებით გრძელვადიან პერსპექტივაში. ამიტომ დაძინებამდე ახალი ჩვევა გამოიმუშავეთ. მოიხსენით მაჯის საათი და საწოლიდან მოშორებით დადგით. ამ გზით თქვენ იცავთ თქვენს დასასვენებელ ადგილს და ემზადებით ღრმა და ჭეშმარიტად აღმდგენი ძილისთვის. ასეთ მცირე ცვლილებებს შეუძლია უდიდესი გავლენა მოახდინოს თქვენი ცხოვრების ხარისხზე და იმაზე, თუ როგორ მოგიახლოვდებათ დადებითი ენერგია. დამიჯერეთ. ამ ენერგეტიკული ბლოკირების აღმოფხვრით თქვენ უფრო ღია იქნებით შესაძლებლობებისა და კეთილდღეობისთვის. ნუ დაელოდებით სარგებლის შეგრძნებას. დაიწყეთ თქვენი რუტინის ტრანსფორმაცია დღესვე. კიდევ ერთი ნივთი, რომელიც არასდროს არ უნდა იყოს თქვენს საწოლზე, არის გასაღებები. შეიძლება მოსახერხებელი ჩანდეს გასაღებების საწოლზე დატოვება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაღლილი ბრუნდებით სახლში. მაგრამ ეს პატარა ჩვევა შეიძლება იყოს თქვენი ენერგიისა და წარმატების ერთ-ერთი უდიდესი დივერსანტი. რა მოხდება, თუ გეტყვით, რომ გასაღებებს უარყოფითი გავლენა აქვთ თქვენი დასვენების სივრცის ენერგიის ნაკადზე? ბუდისტური სწავლების თანახმად, გასაღებები გადასვლისა და მოძრაობის სიმბოლოდ ითვლება, რომლებიც პირდაპირ კავშირშია გარე სამყაროსთან. მათი საწოლზე დადებით, თქვენ დღის დაძაბულობას ისეთ ადგილას გადააქვთ, რომელიც მშვიდობისა და ბალანსის თავშესაფარი უნდა იყოს. გასაღებები აგროვებენ იმ ადგილების ენერგიას, რომლებსაც სტუმრობთ და იმ ადამიანების, რომლებსაც ხვდებით. ხოველი კარი, რომელსაც ისინი იღება და იხურება, ასახავს ურთიერთქმედებებს, გარემოს და ენერგიებს, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ერწყმის ერთმანეთს. მათი საწოლზე განთავსებით, თქვენ სიტყვასიტყვით ათავსებთ ყველა ამ გავლენას იმ სივრცეში, სადაც უნდა განახლდეთ თქვენი ენერგია. ეს ქმნის არასტაბილურობის გარემოს, თითქოს თქვენი გონება მუდმივად მოძრაობაშია, რაც ართულებს ღრმა და მშვიდი დასვენების მდგომარეობაში შესვლას. შედეგად, გაქვთ მოუსვენარი ღამეები და მუდმივი დაღლილობის შეგრძნება. ძილის საათების შემდეგაც კი. გარდა ამისა, გასაღებები წარმოადგენს კონტროლისა და უსაფრთხოების მუდმივ ძიებას, რაც ხშირად ასოცირდება დაკარგვის შიშთან და დაცვის საჭიროებასთან. ბუდიზმში საწოლი უნდა იყოს სივრცე, სადაც გონებას შეუძლია გათავისუფლდეს ამ საზრუნავებისგან, როდესაც დასვენების სივრცეში ვათავსებთ ნივთებს, რომლებიც ამ შფოთვას წარმოადგენს. საბოლოოდ, ჩვენ ვიზიდავთ დაუცველობისა და ემოციური ბლოკირების ენერგიას. ეს შეიძლება გამოვლინდეს ცხოვრების სხვა სფეროებში, როგორიცაა ახალი შესაძლებლობების მოზიდვის სირთულეები, ფინანსური პრობლემები და ურთიერთობებში კონფლიქტებიც კი. ამიტომ, სახლში დაბრუნებისას მიიღეთ მარტივი, მაგრამ ძლიერი ცვლილება, შეინახეთ თქვენი გასაღებები საწოლისგან მოშორებით კონკრეტულ ადგილას. ეს პრაქტიკა არა მხოლოდ ხელს უწყობს თქვენი დასასვენებელი გარემოს ენერგეტიკულად სისუფთავის შენარჩუნებას, არამედ აძლიერებს გარეგანი საზრუნავების დასვენების მომენტებისგან გამოყოფის ჩვევას. ამით თქვენ გაათავისუფლებთ ადგილს სიმშვიდისა და სიმშვიდისთვის, რათა დაუბრუნდეთ თქვენს ძილს და თქვენს ცხოვრებას. ნუ მისცემთ მცირე დეტალს უფლებას, ხელი შეუშალოს თქვენს კეთილდღეობას და კეთილდღეობას. დაიწყეთ ახლავე უფრო ჰარმონიული და ბლოკებისგან თავისუფალი გარემოს შექმნით. ნივთი, რომელიც არასდროს არ უნდა იყოს თქვენს საწოლზე, არის მედიკამენტები. შესაძლოა, საწოლზე წამალი დაგრჩათ. ფიქრობთ, რომ მოსახერხებელია მათი ახლოს ქონა, განსაკუთრებით ძილის წინ ან გაღვიძებისას. მაგრამ რა მოხდება, თუ გეტყვით, რომ ამ ჩვევამ შეიძლება თქვენს ცხოვრებაში უარყოფითი ენერგია და ჯანმრთელობის პრობლემებიც კი მიიზიდოს? ბუდისტური სწავლების თანახმად, მედიკამენტები ატარებენ იმ დაავადებების ენერგიას, რომელთა სამკურნალოდაც ისინი არიან განკუთვნილი, იმ ადგილას შენახვით, რომელიც სიმშვიდისა და განახლების თავშესაფარი უნდა იყოს. საბოლოოდ, თქვენ ავადმყოფობისა და დისბალანსის ვიბრაციებს შემოიტანთ თქვენს დასვენების სივრცეში. საწოლი არის ადგილი, რომელიც განკუთვნილია გამოჯამრთელებისა და ენერგიის აღსადგენად. მაგრამ მედიკამენტები საპირისპიროს წარმოადგენს. ისინი მუდმივად გვახსენებენ თქვენს მიერ წინაშე მდგარ დაავადებებსა და ჯანმრთელობის პრობლემებს. ასეთი ნივთების ძილის სივრცესთან ახლოს შენახვამ შეიძლება შექმნას გარემო, სადაც თქვენი გონება დაკავშირებული იქნება ჯანმრთელობის პრობლემებთან, რაც ხელს უშლის სრულ მოდუნებას. ამ დისბალანსმა შეიძლება გამოიწვიოს უფრო მოუსვენარი ძილი და დაღლილობის მუდმივი შეგრძნება. ღამის ძილის შემდეგაც კი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ ბუდიზმში დიდი მნიშვნელობა აქვს ბუნებრივი სამკურნალო გარემოს შექმნას. საწოლში მედიკამენტების ქონა შეიძლება სიმბოლურად გამოხატავდეს შინაგანი პრობლემების გარე გადაწყვეტილებებზე მუდმივ დამოკიდებულებას. ამან შეიძლება ხელი შეუშალოს თქვენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ზრუნვის უფრო დაბალანსებული გზების ძიების უნარს. თითქოს მედიკამენტების ახლოს ყოფნით, თქვენ ავითარებთ იმ აზრს, რომ განკურნება არ შეიძლება თქვენივე სხეულიდან და გონებიდან მოვიდეს, რაც ჭეშმარიტი გამოჯანმრთელების გზას უფრო ართულებს. საუკეთესო ქმედება, რომელიც უნდა გადადგათ, მარტივია. შეინახეთ თქვენი მედიკამენტები შესაბამის ადგილას, მაგალითად, თაროზე ან უჯრაში საწოლიდან მოშორებით. ეს ხელს უწყობს თქვენი დასვენების სივრცის ენერგიის შემცირებას და საშუალებას გაძლევთ. ღამით სრულად და ბუნებრივად აღიდგინოთ ძალები. მედიკამენტების საწოლიდან ამოღებით, თქვენ ქმნით უფრო ხელსაყრელ გარემოს ჯანმრთელობის, სიმშვიდისა და კეთილდღეობის თქვენს ცხოვრებაში მოსაზიდად. ნუ შეაფასებთ ასეთი პატარა დეტალის გავლენას. ეს ცვლილება შეიძლება ზუსტად ის იყოს, რაც გჭირდებათ, რომ თავი განახლებულად და ენერგიით სავსედ იგრძნოთ. ნივთი, რომლის საწოლზე დადებასაც თავი უნდა აარიდოთ, არის ფეხსაცმელი. ეს შეიძლება პრაქტიკულ იდეად მოგეჩვენოთ მათთვის, ვინც სახლში დაღლილი ბრუნდება ან უყვარს ნივთების ახლოს შენახვა. მაგრამ ფეხსაცმლის საწოლზე დატოვება დიდი შეცდომაა, როდესაც საქმე ენერგიასა და კეთილდღეობას ეხება. რა მოხდება, თუ გეტყვით, რომ ამ პრაქტიკამ შეიძლება უიღბლობა და დაავადებები მოიზიდოს? ბუდისტური სწავლებები ნათლად ამბობს, რომ ფეხსაცმელი ატარებს ყველა იმ ადგილის ენერგიას, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში დადიხართ. სამუშაო ადგილები, ქუჩები, საზოგადოებრივი სივრცეები. მათი საწოლთან მიტანით, თქვენ შეხავთ ყველა ეს გარე და დაუბალანსებელი ენერგია თქვენს დასვენების სივრცეში. ფეხსაცმელი ბუნებით არის მიწასთან პირდაპირი კონტაქტის ობიექტი, რომელიც შთანთქავს დედამიწის ენერგიას და ყველა იმ გარემოს, რომელშიც გადიხართ. მას შეუძლია შეინარჩუნოს არა მხოლოდ ფიზიკური ჭუჭხი, არამედ უარყოფითი ენერგიაც. იმ ადგილებიდან, რომლებიც შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს. ბუდიზმში საწოლი უნდა იყოს სიწმინდის ადგილი, სადაც ენერგიები განახლდება და სხეული აღადგენს ძალას. ფეხსაცმლის იქ განთავსებით, თქვენ ურევთ დღის გარე ენერგიებს იმ სივრცეს, სადაც თქვენი გონება და სხეული უნდა პოულობდეს სიმშვიდეს და აღიდგინოს ენერგია. ამან შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობის მუდმივი შეგრძნება, თუნდაც ხანგრძლივი ძილის შემდეგ. უფრო მეტიც, საწოლზე ფეხსაცმელი სიმბოლოა არეულ და უყურადღებო გარემოს. ბუდიზმისთვის ორგანიზებული გარემოს შენარჩუნება აუცილებელია ენერგიების ჰარმონიულად დინებისთვის. არეული გარემო ხშირად ასახავს აღელვებულ გონებას, რომელიც ცდილობს ფოკუსირებას და ცხოვრებისეული გამოწვევების გადაჭრის გზების პოვნას. თუ ფინანსური პრობლემების წინაშე დგახართ ან გრძნობთ, რომ თქვენი ცხოვრება სტაგნაციაშია, შესაძლოა საწოლზე ფეხსაცმლის დატოვების უბრალო ჩვევაც კი ხელს უწყობს ამ ენერგეტიკულ ბლოკირებას. ამიტომ შექმნით ახალი რუტინა. სახლში დაბრუნებისას, გაიხადეთ ფეხსაცმელი და შეინახეთ საწოლიდან მოშორებით კონკრეტულ ადგილას. ეს მარტივი ცვლილება დაგეხმარებათ თქვენი დასასვენებელი სივრცის სისუფთავის შენარჩუნებაში და უზრუნველყოფს დადებითი ენერგიის თავისუფლად ნაკადს. ამ ჩვევის მოშორებით, თქვენ შექმნით უფრო ხელსაყრელ გარემოს თქვენს ცხოვრებაში კეთილდღეობის, ჯანმრთელობისა და ჰარმონიის მოსაზიდად. პატარა ჟესტებს შეუძლიათ დიდი ტრანსფორმაციების მოტანა. ნუ დაელოდებით, სანამ იგრძნობთ ცვლილებას, რაც მას თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში შეუძლია. საფულე, რომლის საწოლზე დადებასაც თავი უნდა აარიდოთ, არის საფულე. შეიძლება პრაქტიკულად მოგეჩვენოთ საფულის საწოლზე დატოვება, განსაკუთრებით გრძელი დღის შემდეგ, მაგრამ ოდესმე გიფიქრიათ მის ენერგიაზე. ბუდისტური სწავლების თანახმად, საფულე თქვენი ფინანსების, თქვენი ფულის და მასთან დაკავშირებული ყველა გამოწვევისა და შეშფოთების პირდაპირი სიმბოლოა. საწოლზე მისი დატოვებით, თქვენ არა მხოლოდ საგანს ათავსებთ იქ, არამედ შემოაქვთ შფოთვის ყველა ენერგია. დაუცველობისა და დეფიციტის ენერგია, რომელიც შეიძლება ფინანსურ საკითხებთან იყოს დაკავშირებული. საფულეები შეიცავს არა მხოლოდ ფულსა და ბარათებს. ისინი აგროვებენ მთელ ენერგიას იმ ტრანზაქციებიდან და განზრახვებიდან, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში გქონდათ. ბანკში ხოველი ვიზიტი, ხოველი შენაძენი, ხოველი ვალი. ეს მაინც უნდა გადაიხადოთ. ეს ყველაფერი სიმბოლურად თქვენს საფულეშია წარმოდგენილი. როდესაც მას საწოლზე ათავსებთ, თქვენ უშვებთ, რომ ეს წუხილი პირდაპირ ხელს გიშლით დასვენების სივრცეში.
ბუდიზმში საწოლი უნდა იყოს სიმშვიდისა და განახლების ადგილი და ჰქონდეს ფინანსური საზრუნავის ენერგია, რამაც შეიძლება ხელი შეგიშალოთ ღრმა და ჭეშმარიტად აღმდგენი ძილის მიღწევაში. გარდა ამისა, საფულის საწოლზე შენახვა შეიძლება ფულთან არაბალანსირებული ურთიერთობის სიმბოლო იყოს. რას ნიშნავს ეს? ხშირად, საფულის ძილის ადგილთან ასე ახლოს შენახვით, შესაძლოა ქვეცნობიერად ვაძლიერებთ დეფიციტის ან ფინანსებზე მუდმივი ფიქრის განწყობას. ბუდისტური ფილოსოფია გვასწავლის, რომ კეთილდღეობა უკეთესად მოდის, როდესაც ფულის მიმართ განშორებისა და ნდობის დამოკიდებულება გვაქვს. საფულის საწოლიდან მოშორებით შენახვა ხელს უწყობს ამ საზრუნავებისგან ჯანსაღი დისტანციის შექმნას, რაც საშუალებას აძლევს გონებას გათავისუფლდეს ფინანსური შფოთვისგან დასვენების დროს. ასე რომ, თუ გსურთ მეტი კეთილდღეობის მოზიდვა და ფულთან ურთიერთობის გაუმჯობესება, დაიწყეთ თქვენი საფულის საწოლიდან მოშორებით სათანადო ადგილას შენახვით. გააკეთეთ ეს პატარა, შეცვალეთ ჩვევა და ნახეთ, როგორ შეუძლია მას შეცვალოს თქვენი გრძნობები და როგორ მიედინება ენერგია თქვენს ცხოვრებაში. ხშირად ყველაზე დიდი ფინანსური ბლოკირების მოგვარება შესაძლებელია მცირე ქმედებებით და ამ საზრუნავებისგან თავისუფალი დასასვენებელი გარემოს შექმნით. ეს პირველი ნაბიჯია. ნუ დააყოვნებთ ამ ცვლილების განხორციელებას და ნახეთ, რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს მას თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. ახლა, როდესაც იცით, რა ნივთები არასდროს უნდა იყოს თქვენს საწოლზე, უმნიშვნელოვანესია იმის გაგება, თუ როგორ მოქმედებს ამ სივრცის ენერგია პირდაპირ თქვენს კეთილდღეობაზე, ფინანსებზე და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც კი. ბუდიზმში გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, ასახავს ჩვენი გონების შინაგან მდგომარეობას. ეს ნიშნავს, რომ საწოლის სისუფთავისა და უარყოფითი ენერგიის მატარებელი საგნებისგან თავისუფალ გარემოს შენარჩუნებით. თქვენ ქმნით გარემოს, რომელიც ხელს უწყობს შინაგან სიმშვიდესა და კეთილდღეობას. მაგრამ ნამდვილად გეხმარებათ, თუ არა თქვენი საწოლი თქვენი მიზნების მიღწევაში. ხშირად მცირე დეტალები პასუხისმგებელია ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებზე. სივრცე, სადაც გვძინავს, არის ადგილი, სადაც ვატარებთ მნიშვნელოვან საათებს ჩვენი ფიზიკური და გონებრივი აღდგენისთვის. თუ ეს გარემო სავსეა დისჰარმონიული ენერგიებით, უარყოფითი ეფექტები ვლინდება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაშინაც კი, თუ მათ მაშინვე ვერ ვამჩნევთ. ხშირად დაღლილობა, სამსახურში კონცენტრირების სირთულე ან თქვენს პროექტებში დაბრკოლებების წინაშე დგომა შეიძლება იყოს დასვენების გარემოს ასახვა, რომელიც უფრო მეტს შთანთქავს, ვიდრე განახლებას. ბუდისტური სწავლების თანახმად მნიშვნელოვანია, რომ საწოლში ენერგიის ნაკადი იყოს გლუვი და მუდმივი, რაც საშუალებას მისცემს დადებით ენერგიებს შემოგვახვიოს დასვენების დროს. გარდა ამისა, საწოლი არის სივრცე, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს ინტიმურობას და უსაფრთხოებას. როდესაც ის თავისუფალია გარე გავლენისა და ნეგატიური ენერგიებისგან, უფრო ადვილია სიმშვიდის პოვნა, როგორც ძილისთვის, ასევე დღის გამოწვევებზე ფიქრისთვის. თუმცა, ისეთი ნივთების შემოტანით, რომლებიც წუხილს იწვევს, როგორიცაა გადასახადები, მედიკამენტები ან ფეხსაცმელი, თქვენ ამ კავშირს სიმშვიდით წყვეთ. ამ ობიექტების მკვრივ ენერგიას შეუძლია შექმნა სიმძიმისა და სირთულის შეგრძნება. თითქოს თქვენსა და თქვენს მიზნებს შორის უხილავი ბარიერი იყოს. სწორედ ამიტომ, ბუდისტებისთვის საწოლი უნდა იყოს განკურნების სივრცე და არა დაძაბულობის შესანახი ადგილი. ამიერიდან დაიწყეთ ყურადღება მიაქციოთ უფრო სუფთა და ენერგეტიკულად დაბალანსებული საწოლის გავლენას თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. დაუთმეთ გარკვეული დრო თქვენი დასასვენებელი სივრცის რეორგანიზაციას და დააკვირდით იმ ცვლილებებს, რაც მას შეუძლია მოიტანოს. ეს შეიძლება მარტივ დეტალად მოგეჩვენოთ, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ჩვენს გარშემო არსებული გარემოს ენერგია ღრმა გავლენას ახდენს ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზე და გამოწვევების წინაშე დგომის ჩვენს მზადყოფნაზე. თქვენი საწოლიდან ამ ჩარევის აღმოფხვრით, თქვენ გადადგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯს თქვენს ცხოვრებაში მეტი სიმშვიდის, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მოსაზიდად. შეცვალეთ ამ სივრცისადმი თქვენი დამოკიდებულება და ნახეთ, როგორ შეუძლია მას თქვენი რუტინის შეცვლა. ახლა, როდესაც იცით 10 ნივთი, რომელიც არასდროს არ უნდა იყოს თქვენს საწოლზე და აუცილებელი პრაქტიკები თქვენი დასასვენებელი გარემოს გასაწმენდად. დროა, ეს ყველაფერი პრაქტიკაში გამოიყენოთ და იგრძნოთ განსხვავება თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. გახსოვდეთ, საწოლი არ არის მხოლოდ დასვენების ადგილი, არამედ სივრცე, სადაც თქვენი ენერგია განახლდება და ძლიერდება ცხოვრებისეული გამოწვევების დასაძლევად. ამ გარემოს ჰარმონიაში შენარჩუნება კეთილდღეობის მოზიდვის პირველი ნაბიჯია. ჯანმრთელობა და ფსიქიკური სიმშვიდე.
თუ თქვენ აწყდებოდით სირთულეებს, როგორიცაა ფინანსური პრობლემები, მუდმივი დაღლილობა ან თუნდაც ხშირი დაავადებები, შესაძლოა დროა ხელახლა შეაფასოთ ის, რაც თქვენს გარშემოა. მკვრივი ვიბრაციების მატარებელი ობიექტების მოცილებით და თქვენი ოთახის ენერგიით მოვლის რუტინის დამკვიდრებით. თქვენ გახსნით საკუთარ თავს ახალი შესაძლებლობებისა და კეთილდღეობისთვის, რომელიც ფიზიკურ სცილდება. ბუდისტური სწავლებები გვაჩვენებს, რომ მცირე ცვლილებებს შეიძლება დიდი გავლენა ჰქონდეს და თქვენი საწოლის უკეთ მოვლით. თქვენ სინამდვილეში უკეთ ზრუნავთ საკუთარ თავზე. ნუ შეაფასებთ დაბალანსებული გარემოს ძალას. შესაძლოა ეს ზუსტად ის იყოს, რაც გჭირდებოდათ, რომ თქვენს ცხოვრებაში სასურველი ტრანსფორმაციები მიიზიდოთ. აბა, დღეისთვის სულ ეს იყო. ვიდეოს ბოლოში ჩავედით და არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ ამ არხის მნიშვნელოვანი ნაწილი ხართ. თავისუფლად გაგვიზიარეთ თქვენი აზრები კომენტარების განყოფილებაში. თუ არ ხართ დარწმუნებული, რა კომენტარი დაწეროთ, უბრალოდ აკრიფეთ თიას. გარდა ამისა, თუ ახალი ხართ და ჯერ არ გამოგიწერიათ არხი, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ზარის ხატულაზე დაჯერა, რათა არ გამოტოვოთ არცერთი სასარგებლო ინფორმაციული ყოველდღიური ვიდეო. გმადლობთ ყურებისთვის.